გამარჯობა, მე თამარი ვარ და დღეს მინდა ვისაუბრო კრიზისზე და სიყვარული როგორც ტკივილის შეგრძნებაზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს და ეს აბსოლუტურად არ არის გაცნობიერებული და უამრავი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ აღიქვამს ადამიანი სიყვარულს როგორც ტკივილად და თითქოს თუ არ ვიტანჯები, არც მიყვარს და თითქოს ამ ტანჯვას მოაქვს ჩემთვის ნამდვილი სიყვარულის შეგრძნება. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მენტალურად მე ამას არ ვემხრობი, შინაგანად ეს პატერნი მაქვს და მაინც სადღაც გულის სიღრმეში, როცა პარტნიორულ ურთიერთობებში შევდივარ, შეგრძნება მაქვს, რომ სიყვარული არ შემიძლია განვიცადო იქ, სადაც მაქვს სიმშვიდე და იქ, სადაც გრძნობ, რომ ასე ვთქვათ, კრიზისი არ მიდგას. ამას ჩემი კომბინაციებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ღრმად და კარგად ხვდები და რეალურად იმ საქანელაზე ძალიან წარმატებით მუშაობს ჩემი ფსიქიკა, რომელიც გაშვება, ჩაჭიდება, აი ამ ტოქსიკურ საქანელას მოიცავს. რეალურად საერთოდაც არ არის, ესე ვთქვათ, ჩვენი ბრალი, როდესაც ტოქსიკურ ურთიერთობაში იჭედება ადამიანი და უნდა რომ ამ ურთიერთობიდან გამოსავალი ნახოს, მაგრამ თავს ზემოთ რო ძალა არ არის, დაახლოებით ესეა ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ მაგალითად მუდმივად ჩემი ასე ვთქვათ ტრიგერული ნაწილი არის ურთიერთობა, იმიტომ რომ ხშირად შევდივარ ისეთ ურთიერთობაში, რომელშიც აი ნახეთ წინასწარ ადამიანი მომწონს, მიყვარს, ვთქვათ, კარგად ვარ და ჩემი ყოფილი მეუღლის შემთხვევაც ასე იყო, რომ შევედი ურთიერთობაში კაცს ცოლად გავყევი და შეგრძნება მქონდა მუდმივი, რომ მას ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით, მალე დავშორდებოდით. და ეს დრამა რეალურად გაათამაშა კიდეც ჩემო ქვეცნობიერმა, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ქვეცნობიერი პატერნი რო არ ყოფილიყო, შეიძლება მსგავსი ტიპის თუ პრობლემების ადამიანი არც მომეზიდა, რომელიც ჩემი ქვეცნობიერის თამაშებში ძალიან კარგად ჩაჯდებოდა. რეალურად ის, რომ ინიციატივა ჩემი იყო დაშლის და უმეტესად თითქოს ამით ვირიდებ საფრთხეს, რომ ინიციატივა ჩემია ხოლმე, რომ სანამ ყველაფერი კიდე კარგად არის, მანამდე დავასრულოთ და თითქოს შინაგანი განგაში ირთვება ხოლმე ჩემ შემთხვევაში. თითქოს რაღაც დაცვით მექანიზმისავით ქმნის, საიდანაც ჩემი თავი გამყავს. ჯერ კიდე მაშინ, როცა ყველაფერი ჯერ კიდე კარგად არის. არის ხოლმე შემთხვევები, როცა აი ამ შემთხვევები რა შუაშია და აი ამ სიტუაციებში, ხო, მაგალითად, ისეთი ტიპებიც მოდიან, რომლებსაც აი მე რო გამყავს ჩემი თავი ურთიერთობიდან, თითქოს ქვეცნობიერად ან მე გამოჩნდება ხოლმე მიზეზი, ან იტყუება ეს ადამიანი, ან თავიდანვეც იყო პრობლემები და თითქოს აი ჩემი ეს ნაბიჯი ახსნადი არის. მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ აი ქვეცნობიერის თამაშებია, ის მეორე ადამიანის ხო თავისი პატერნებით მოქმედებს და იდეალურად ვჩდებით ენერგეტიკულად აი ამ პაზლში. და რისი თქმა მინდა ახლა, არსებობს ემოციური უსაფრთხოება, აი ოჯახური სითბო, ზრუნვა და არსებობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განცდა, რომელიც მოიცავს სხეულის დონეზე უსაფრთხოებას, აი როგორი დონის უსაფრთხოებას იციან ზრუნვას, საკვებს და ესეთ მომენტებს კი არა, აი უფრო მაღალ, უფრო ისეთ დონეზე ენერგეტიკულად, ინტენსიურად, აი თითქოს ადამიანები ერთმანეთში ენერგეტიკულად არიან ჩაკავშირებულები, აი ესეთი დონის სიახლოვეს, რასაც მეორნაირად სექსუალურ უსაფრთხოებასაც შეიძლება მივაწერდეთ. ხშირ შემთხვევაში, როცა არის მეორე ტიპის უსაფრთხოება ადამიანთან, ეს ამას ვეძახით ქიმიას, თითქოს აი ჩვენი ენერგიები ერთმანეთს დაემთხვა, ჩვენი ენერგიები ერთმანეთთან რეზონირდა, დავინახა, ჩამიჭირა, მომეწონა, აი მიზიდავს, აი ეს ყველაფერი მერვესახლური შეგრძნებები, რომლებსაც მოაქვთ ინტენსივობა, რომლებსაც მოაქვთ აი სიახლოვის წყურვილი და არ არის მეოთხე სახლური სტაბილურობა, თუნდაც მეორე სახლური
აი საბაზისო დონეზე სტაბილურობა და ზრუნვა, ახლა მეოთხე და მეორე სახლური რა თქვი ეს ასტროლოგ ფსიქოლოგიდან ცოტ მეგონა რომ ისე ლაპარაკობდი რომ ყველას ესმის. ანუ საბაზისო უსაფრთხოებაზე უსაფრთხოება როცა არის ურთიერთობაში ზრუნვა, პატივისცემა, მოვლა, ასე ვთქვათ, სითბო, ემოციური სიღრმე, კავშირი სექსუალურობის გარეშე ამ ეტაპზე ამას ვიძახი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ცოტა დრამისკენ, რომლებსაც აქვთ ეს ქვეცნობიერი პატერნი, რომ სიყვარული ტანჯვაა და ესე დრაივი ჭირდება ჩინაგანად, თითქოს აი ამ მართლაც საბაზისო სტაბილურ ურთიერთობაში მოწყენის შეგრძნება უჯდებათ და თვითონვე ცდილობენ, რომ შეიტანონ მერე ამ ურთიერთობაში დრამა. ან დაშორებით, ან ჩხუბებით და გამოდის, რომ ერთი ადამიანი ტოქსიკია და მეორე მსხვერპლი თუ რაც გამოდის, ну იმასაც აწყობს ეს სცენარი სავარაუდოდ, ესე თამაშდება ხოლმე. და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეცნობიერში დავაკვირდეთ და დავსვათ კითხვები, რომ რატო გრძნობ, აი რას მაძლევს ამ კრიზისების გარომანტიზირება, რა არის ქვეცნობიერად იმის მიზეზები, რის გამოც მე სიყვარულს ვერ ვგრძნობ თუ არ ვიტანჯები და რატომ მიჩნდება გაქცევის შეგრძნება იქიდან, სადაც შეიძლება ვარ სტაბილურად და რატო ვარ იქ უსაფრთხოდ, სადაც რეალურად უსაფრთხოება არ არის და დაცულობა არ არის და ეს არის ილუზორული. ანუ აი ესეთი კითხვები შეიძლება დაისვას და აქედან გამომდინარე ქვეცნობიერი შეგრძნებები ამოვიდეს. ასევე დანაკარგის რომანტიზირება. დანაკარგის რომანტიზირება, როგორც აი ანუ მე თუ ამ ადამიანთან მშვიდად და კარგად ვარ, თითქოს ანუ არ ვარ რაღაც აი არ ვარ მე ეიფორიაში და როცა მე ვკარგავ და როცა ეს ადამიანი ასე რაღაცა თუნდაც ერთმანეთი გვიყვარს და მაინც ვშორდებით და ეს დაკარგვა არის, თითქოს აი ამ დანაკარგში მე მუდმივად ამ დანაკარგის შეგრძნებაში ხარ. ერთი ვარიანტი არის, რომ აი არასწორად მოხდა ქვეცნობიერში მაგის ჩამოყალიბება, ეს დანაკარგის გარომანტიზირება, ერთი ის, რომ ყველა ფილმში და ყველგან ამ თემას აკატავებენ, რომ სიყვარული დანაკარგია და აი რომ კარგავ და რომ იტანჯები და რაღაც და მეორე ვარიანტია უფრო წინა ცხოვრებების თემებს თუ ადამიანი შეეხება და ძალიან ღრმა ქვეცნობიერში წავა, შესაძლოა იყოს, რომ მართლაც მის ენერგიაში და სულში არის ის შთაბეჭდილება ჩარჩენილი, რომ რაღაც დაკარგა და ნებისმიერ სიტუაციას უკავშირებს ამ დანაკარგის შეგრძნებას და მუდმივად არის ეს დამშვიდობება, დანაკარგი და გაშვების სირთულე, პარტნიორულ ურთიერთობებშიც და თუ დააკვირდება ისედაც შეიძლება უჭირს რაღაცებს შეელიოს, გაუშვას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ცოტა დაალაგებული, დამშვიდებული, ნორმალური ცხოვრება, აი ამ საბაზისო თემებს ჩაუკვირდეს, რომ აბა როგორ უყურებს, მისთვის როგორია სიყვარული. მე რეიტყვენ ხოლმე რომ ვიღაცას თქვა და აი შენ გაგიმართლა, კარგი მეორე ნახევარი გყავს და რეალურად ეს ადამიანი ზუსტად ჯერ იგივე ტიპს ვერ მოიზიდავს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირი ენერგიით მოძრაობს და რომ ჩააგდო იმ ადამიანთან, რომელზეც იცახის, რომ აი მე შენ რა კარგი მეუღლე გყავს, როგორ გაგიმართლა იმის მეუღლისნაირ კაცთან, რომ დააკავშირონ პირიქით ქალმა კაცს, ანუ გაცვლილი როლებითაც. ანუ ვერ გაჩერდება ტიპი, ანუ ჩვეულებრივად დატყდება რა ამ სიტუაციიდანაც, ანუ ექნება მობეზრების შეგრძნება, უარყოფის შეგრძნება, დრამას შექმნის და ასე შემდეგ. ისევ თავის თემაში იცხოვრობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისეთი ტიპი თუ მასაც რაღაც მსხვერპლის ქვეცნობიერი იმპულსები არა აქვს, ვერ მოიზიდავს ასეთ ადამიანს, ანუ ამათგან წყვილი არ შეიქმნება. ძირთადში იქმნება წყვილი ისეთი, რომლებიც ერთმანეთში კომპენსირდებიან და რეალურად ეს საერთოდ არ არის გამართლებაზე, ყველაფერი არის საკუთარ თავზე მუშაობით და
როცა შენ გარედან რა ჩანს, სოციალურ ქსელში ვინ რა ფოტოს დებს და სოციალურ ქსელსაც თავი რო დავანებოთ გარედან ადამიანების ურთიერთობა როგორი ჩანს, ეს აბსოლუტურად არაფერზე არ მეტყველებს, იმიტომ რომ შინაგანად მათი ქვეცნობიერი თემები თამაშდება ურთიერთობაში და ვინ როგორ არის ურთიერთობაში, მეტყველებს იმაზე, ვის როგორ აქვს აი ეს სფეროები დალაგებული. შეიძლება ვიღაცას კარიერული და პიროვნულ თემებში აქვს სამუშაო, მაგრამ აი ამ იმაში პარტნიორულ ურთიერთობაში რა ვიცი არის მშვენივრად რა. ყოველას ჩვენი თემა გვაქვს დასამუშავებელი და ხშირად, როდესაც ადამიანი ჯანსაღ ოჯახში იზრდება, ან დედა, მამა ნორმალურად, კარგად არიან ერთმანეთთან ადეკვატურად და ყველაფერი, ანუ ამ ადამიანს აღარც უყალიბდება ის ქვეცნობიერი პროგრამები, არასწორი პატერნები. მაგალითად, ჩემი შვილი მეუბნება, რომ ესო როცა მე და მამამის დაშორებულები ვართ, თუმცა ჩხუბი და რამე არ გქონია და ასე ვთქვათ, ტასო მეუბნება, რომ მე როდესაც გავიზრდებიო და შვილი მენდომებაო, რომ მყავდესო, შვილსო გავაჩენო, მაგრამ იმ ჩემ ქმარს ხო დავშორდებიო, ანუ შოკი მივიღე. ანუ მეთქი აი აღვშფოთდი, რომ მეთქი რას ქვია დაშორდები, ანუ აბა სხვანაირად როგორ ხდება, ანუ ბავშვმა უკვე დაინორმალიზა ის, რომ შეიძლება ყავდეს შვილი, მაგრამ არ ყავდეს ქმარი. ანუ აი ეს მომენტები ხვდები და ეს ბავშვი რო გაიზრდება, ეხლა მე კი ვზრუნავ იმაზე, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობაც ნელ-ნელა დამუშავდეს და ესენი არ ქონდეს, რომ გაიზრდება, მაგრამ პირობითად ანუ არ მივაქცია ყურადღება, გაიზარდა და მივიღეთ რა, რომ მის ქვეცნობიერში დავიწყდა საერთოდ ეს ყველაფერი რა და მის ქვეცნობიერში უცებ მოხდება მომენტები, როცა ანუ დაატრიალდება ის პროგრამა, რომელიც მისთვის გახდა ბავშვობაში ნორმა, მამის გარეშე, კაცის გარეშე ცხოვრება ოჯახში და ბავშვმა ისწავლა, რომ შეიძლება მყავდეს შვილები, მაგრამ არ იყოს მასთან, ანუ არ მყავდეს ქმარი, არ მყავდეს, ანუ მაინც ხო დავშორდები, რაღაც ეს სიტყვები რა. და რეალურად ამისი ბაზა რუკაშიც უჩანს ამ კუთხით, ახლა ჯერ პატარა არის და უკვე ვხედავ მაგას. და აი ესე მუშაობს ეს ყველაფერი და როდესაც ვაფშე ვერ ვიგებთ რა გონკებში ვართ და ხანდახან აი მენტალურად სრულიად სხვა რამეს ვემხრობით, სრულიად სხვა რამეს ვუჭერთ მხარს, უცებ აღმოჩნდება, რომ ენერგეტიკულად აბსოლუტურად სხვაგან ვიბრირებთ და აბსოლუტურად სხვაგან ვართ სხვა გარემოში და რო ვერ იგებ, რომ ესეთ ადამიანებს რატო ვიზიდავ, მე ხო ასე ვაზროვნებ, ანუ რეალურად ეგ აზრები შენ გონებაში არის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ენერგეტიკულად ვართ მაგ აზრებში, ანუ მაგ აზრებში გაისისლ ხორცეო რა, ესეთი სიტყვა ხوارსებობს და არ გვაქვს ეს აზრები უბრალოდ ჩვენ მენტალურ ნაწილში ცხოვრობს და საერთოდ არანაირ შემხებლობაში არ არის ჩვენ დანარჩენ არსებასთან და რეალურად ის გაკვეთილებს და იმ რაღაც პატერნებს ისევ და ისევ კატაობთ, ანუ გაკვეთილის სწავლა ახლა რას ნიშნავს, როცა გაისისლ ხორცებ იმ სწორ აზრს თუ იმ სწორ შეხედულებებს და იგრძნობ მაგას და არა ის, რომ უბრალოდ ეგრე ოკეი, მხარი დავუჭირო რაღაცას. ამიტომაც ყველაფერი, რო ამბობ, რომ ყველაფერი ჩვენი თავიდან გამომდინარეობსო, ეგრე არის, ანუ სანამ იმას მივახტებით და იმას დრამას დავუდგა, ცხმა მიწოდება, მანამდე დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენში რეები ცხოვრობენ, რეები, ანუ რა პატერნები, რა პროგრამები და აი ახლა ვისაც ცოტა სასაცილოდ მიაჩნია ამ ენერგეტიკულ სხეულებზე საუბარი, ხო? ანუ ძალიან მეცინება, იმიტომ რომ რეალურად გარშემო რო გაიხადო, ყველაფერი არის ენერგია და შენ რო ენერგია არისო და ადამიანს მართლა რაღაც ესე მყარ სუბსტანციად რო აღიქვამდე, ძალიან ესეთია რა, ძალიან ცუდი ხედვა არის, იმიტომ რომ რეალურად ანუ
ერთ-ერთი მაღალი ორგანიზაციის მსულიერიც და ფიზიკური არსებებიც ვართ, ხო, ბიოლოგიური არსებები და ეს ამხელა ორგანიზაცია უჯრედების და სისტემების უდიდეს ენერგიას ატარებს, ხო? და ამიტომაც ეს მთლიანი ენერგეტიკული სხეული, რომელსაც იდეაში ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს, შეგვიძლია ნელა-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯებით ესეთი თვითრეფლექსიის სახით შევისწავლოთ და გამოვიდეთ აი ამ ტანჯველი ჩაკეტილი წრეებიდან. ცოტა ესეთი ნაუცბათევი საუბარი იყო ჩემგან, მაგრამ ვისთვისაც საჭირო ის აიღებს საჭირო ინფორმაციას კითხვები თუ გექნებათ მომწერეთ და ლაიქეთ, მადლობა.